საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ქართულ, იტალიური და საიმიგრაციო მედია ερμესი ტივის პირდაპირ ეთერს. ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა პრეს გიდი. მე ვარ ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ნინა მამუკაძე. უკვე 13 წელია იტალიაში ვცხოვრობ, ამჟამად გერთვებით ფლორენციიდან და დღევანდელი გადაცემის თემა, როდესაც დაანონსდა, გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა წერილების რაოდენობა, რომელიც რედაქციაში შემოდიოდა და რომელიც პირადი შეტყობინებების სახით მომდიოდა. დღევანდელი გადაცემის პრესგიდის თემა არის ბავშვთა ფეხბურთი იტალიაში. ამასთან დაკავშირებით მე მოწვეული მყავს სტუმარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და შეიძლება ითქვას ამ თემის ექსპერტი კახა ლორთქიფანიძე. კახას ვთხოვ, რომ გამომიგზავნოს მოთხოვნა. კახა, გელოდები. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა ამ ჩართვას, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ხარ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რადგან ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტურ ადამიანს რთულად ვიპოვიდი. პირიქით მადლობა, თქვენ ნინა, გადევნებთ თვალყურს და უამრავი ქართველის იმედი ხართ. ისეთ საკითხებს ეხებით, რაც არის აქტუალური და ემიგრანტებისთვის არის ძალიან საჭირო, არა მარტო ემიგრანტებისთვის და თქვენ მადლობა პირიქით იმისთვის, რასაც აკეთებთ ქართველი ხალხისთვის და გააგრძელეთ ასე, უფრო წარმატებულად კიდევ და გისურვებთ წარმატებებს, ვეცდები რომ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მოგცეთ. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის საინფორმაციო ხასიათის, რადგანაც მე თვითონ ჩემი შვილები წამოვიდნენ უკვე 10 წელია იტალიაში ცხოვრობენ და ეს გზა გავიარე, არავინ არ მყავდა ადამიანი, ვისთვისაც შემეძლო რამე კითხვა დამისვა და ეს ვთქვი, რომ ფაქტობრივად ექსპერტი ხართ ამ თემის, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუშვათ, რომ ეს საინფორმაციო ხასიათის ჩართვა და ჩვენ საქართველოდან არავინ მოყავს, ჩვენ საფეხბურთო აგენტები არ ვართ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. რატომ გადავწყვიტე, რომ ყოფილიყავი დღევანდელი თემის სტუმარი? ფაქტობრივად იმის გამო, რომ ბავშვებს იტალიაში ეთამაშათ, ოჯახი გადმოხვედით საცხოვრებლად იტალიაში და მოდი სანამ ამ კონკრეტულ თემებზე გადავიდეთ, ზოგჯერ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეცდომაში შედიან ხოლმე ადამიანები და მინდა რომ ძალიან ეს მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ, რას წარმოადგენს დღესდღეობით იტალიური საფეხბურთო სისტემა. იქნება ეს აკადემიების დონეზე, სამოყვარულო დონეზე თუ პროფესიონალურ დონეზე? კარგით. გასაგებია კითხვა. ჩვენ გადმოვედით აქეთ მაკედან დავიწყეთ ჯერ რომ ბავშვები თბილისში თამაშობდნენ. მაყურებელს შევახსენებ, კახა ლორთქიფანიძე არის დაჩი ლორთქიფანიძის და დავით ლორთქიფანიძის მამა, რომლებიც თამაშობენ სერია D-ში, დავითი წარმოადგენს რავენას, ხოლო დაჩი ლორთქიფანიძე თამაშობს სერია B-ში და არის კრემონეზე პრიმავერას, ახალგაზრდული კრემონეზეს კაპიტანი და ასევე გამოძახებული არის ხოლმე დიდ გუნდშიც. ეს ჩვენი მაყურებლისთვის 21 საქართველოს ნაკრების წევრია. ჩვენ მოვხვდით აქ იმიტომ რომ ჩემები თბილისში თამაშობდნენ და იტალიელი აგენტების ყურადღება მიიქციეს და მათ წამოგვიყვანეს აქ. ჩვენი სიტუაცია ცოტა სხვა იყო. თვითონ წამოგვიყვანეს აქ, მაგრამ აი ზუსტად იქამდე მივალ, რაზეც უნდა გვექნება საუბარი. რა პრობლემები შემხვდა? პირველი წელი ბავშვებმა აქ თითქმის ვერ ითამაშეს, იმიტომ რომ საბუთების გაკეთებას დაჭირდა და ერთი წელი დაკარგეს, ასე ვთქვათ. თამაშობდნენ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებს. 9 წლის იყო პატარა და 14-ის ხდებოდა უფროსი.
კახა მე გთხოვე რომ ჯერ იტალიური ფეხბურთის სისტემაზე მიგვეცა ინფორმაცია ჩვენი მაყურებელი. იტალიური ფეხბურთი რო აგიხსნათ არის A, სერია B და სერია C, ეს არის პროფესიონალური ლიგები. სერია D არის ნახევრად პროფესიონალური ლიგა. შემდეგ იწყება მეხუთე ლიგის ქვემოთ უკვე სულ არის მოყვარულთა ლიგები. ქვია მეხუთეს ეჩელენცა, შემდეგ მოდის პრიმა კატეგორია, სეკუნდა კატეგორია, ტერცა კატეგორია და შემდეგ რეგიონალურები მოდის იმის ქვემოთ. ანუ 9 ლიგა არის დაფიქსირებული და შემდეგ რეგიონალურები უკვე აღარ ითვლება, უკვე იქ უამრავი არის თითო რეგიონში და თითო ქალაქში თავიანთი ისტარდება ჩემპიონატები. სისტემა არის ასეთი. ამ სერია A-ში, B-ში და C-ში მოთამაშე პროფესიონალურ გუნდებს აუცილებელია რომ ყავდეთ თავიანთი აკადემიები, რომლებიც საკუთარ ჩემპიონატებს თამაშობენ ასაკების მიხედვით. პრიმავერა ეს არის U20, ანუ 20 წლამდელების ჩემპიონატი, რომელიც არსებობს ასევე 4 ლიგა, 4 პრიმავერა. პრიმავერა 1, 2, 3 და 4. გააჩნია დიდი გუნდები სათამაშობენ იმის მიხედვით. და ათასობით გუნდია იტალიაში რა რომ გითხრათ, მაგრამ პროფესიონალური არის პირველი, მეორე და მესამე ლიგა, ანუ A, B და C. აი ეს არის მოკლე შესავალი წარმოადგენს იტალიური საფეხბურთო სისტემა. მაყურებლების უმრავლესობას აინტერესებდა უფრო აკადემიების თემა. აქ ცოტა სხვა სახელწოდება აქვს და ხშირად გაურკვევლობასთან გვაქვს ხოლმე საქმე. რა ქვიათ აკადემიებს და რამდენი წლიდან ხდება მიღება? და რომელ წლამდე შეუძლიათ აკადემიებში თამაში და სწავლა პარალელურად? აკადემიებს აქ უძახიან სექტორე ჯოვანილეს. აკადემია რო უთხრა იტალიას შეიძლება ვერ მიხვდეს. სექტორე ჯოვანილეს უძახიან, ანუ ახალგაზრდულ სექტორს. აქ იწყება 6 წლის ბავშვებიდან, ყავთ და აი ახლა პრიმავერა არის უკვე ამისი ბოლო, ეს პრიმავერა არის U20, ანუ 19-18 წლის ბიჭები თამაშობენ, ზოგი 20 წლის ბიჭიც თამაშობს პრიმავერაში. ამის შემდეგ უკვე მოდის დიდი გუნდი და ზრდასრული ფეხბურთი. და საუბარი დავიწყეთ თქვენი გამოცდილებით, თქვენი ოჯახის გამოცდილებით. ჩამოხვედით იტალიაში, მაგრამ ეს იყო აგენტების დამსახურება საწყის ეტაპზე. ჩვენ იტალიელმა აგენტმა წამოგვიყვანა. როგორ მოხდა თქვენ, ანუ სადაც თამაშობდნენ ბავშვები, იქ იყო რაიმე ვიზიტი ამ აგენტების თუ როგორ მოხდა თქვენი პოვნა თავიდან? კი, საქართველოს ჩემპიონატს თამაშობდნენ ასაკობრივს. და უფროსი აღიარეს ტურნირი ჩატარდა 2001 წელს დაბადებულებს შორის, მიანიჭეს იქ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, პრიზი გადასცეს, მოკლედ ეს შუქდებოდა ეს ტურნირი, იმიტომ რომ გამარჯვებული მერე გერმანიაში წავიდა ტურნირზე და სადღაც რამდენიმე დღეში ესეთი მოწვევა მოგვივიდა და იტალიელმა აგენტმა წამოგვიყვანა სხვათა შორის ფიორენტინაში სინჯებზე, ჩემი უფროსი ვაჟი. და სინჯები რომ კარგად გაიარა, აგენტმა მიგვიყვანა ამ სინჯებზე, კარგად გაიარა და შემდეგ შემოგთავაზეს უკვე დარჩენა. მაგრამ აი მთელი პრობლემები იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით არა ევროკავშირი. პრობლემაა ეს, დიახ. უსაბუთოდ გამორიცხული იყო აკადემიაში ჩარიცხვა. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი იტალიური გუნდი თვითონ ფეხბურთელს არ ეხმარება საბუთების გაკეთებაში. აი ხა დღესდღეობით ხა არა მაქვს მეუფლება რომ გვარი და სახელი დავასახელო ბავშვის, რომელიც არის 15 წლის, საქართველოში თამაშობს, 16 წლამდე ნაკრების წევრია. დიდი მონაცემების ბავშვია და მასზე უკვე ევროპაში საუბრობენ, თავი გამოიჩინა, ასე ვთქვათ. იყო ლაპარაკი იტალიურ გრანდებთან, მაგრამ ესენიც კი ამხელა გუნდებიც არიღებენ თავზე ამის საბუთების გაკეთებას. უთხრეს, რომ ჩამოდი, მოაგვარე საბუთები აგენტთან ერთად, ან ვინმესთან ერთად და შემდეგ უკვე მიგიღებ გუნდში. ანუ გუნდის
იმედი არ გქონდეთ, რომ გუნდი გაგიკეთეთ თქვენ ყველანაირ საბუთებს. აქ ლაპარაკი არის ნიჭიერი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ასეთი ნიჭიერია და არიან კლუბები, ვინც მზად არიან, რომ მიიღონ ეს ბავშვი. გამოსავალი სად არის? ანუ რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? ანუ ერთი ის რომ გინახონ, მაგრამ აი დაგინახეს და მაინც პრობლემაა. რა უნდა მოიმოქმედონ ამ შემთხვევაში? კი, უნდა და ვერ გიყვანს, იმიტომ რომ არა ევროკავშირელი ხარ და არ აქვს შენი ჩარიცხვის უფლება. ესე არის რეგულაციები იტალიაში დღესდღეობით. ანუ გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის? ასეთ ფეხბურთელებს, რომლებიც გამორჩეულები არიან და აგენტები ყავთ, ეს აგენტები ეხმარებიან საბუთების გაკეთებაში. ეს ახლა როგორ ხდება? როდესაც ბავშვი არის სრულწლოვანი, იქ უკვე თითქმის გამორიცხულია საბუთების გაკეთება, იქ უკვე კონტრაქტი უნდა მოაწეროს პირდაპირ 18 წლის შემდეგ. და ბევრად კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ პარალელურად უკვე უნდა გქონდეს ბინადრობის საბუთი. არა, როდესაც სრულწლოვანია 18 წელზე ზემოთ, იმას უფლება აქვს ჩვეულებრივად მოაწეროს ხელი სერია A-ს გუნდთან. ანუ უმაღლეს დონეზე გვაქვს საუბარი და არა რომელიმე კლუბთან. არა, სერია B-ში და სერია C-ში არა ევროკავშირელების მიღება აკრძალულია. აი მაგალითად რო გაგარკვიოთ ლოჩოშვილი, ხომ თქვით ახლა რომ თამაშობს სერია B-ში. ლოჩოშვილს აქვს სერია A ნათამაში და ამის შემდეგ უფლება გაქვს, რომ შემდეგ ქვემოთ ჩამოვედეს. მაგრამ პირდაპირ რო ხელი მოაწერო სერია B-ს და C-ს გუნდებთან გამორიცხულია არა ევროკავშირელმა. ქართველი თამაშობდა კიდევ ივა გელაშვილი სპეციაში, მაგრამ ივას ჩეხური პასპორტი. აი ესეთი ის არის. ეს როდესაც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ბევრი შეკითხვა შემოვიდა, რომ ვიღაც ბოლონიაში, პოლონეთში თამაშობს, ვიღაც ბელგიაში. მოკლედ, ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდა დაგისვა კახა შეკითხვა. ეს გასაგებია, თუ არის უკვე სრულწლოვანი, მხოლოდ სერია A-ს გუნდთან შეუძლია უმაღლეს კატეგორიაში თამაში, B და C-ში პირდაპირ ვერ გაუფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ რა ხდება არასრულწლოვანის შემთხვევაში? არასრულწლოვანის შემთხვევაში, აი მაგალითად ჩვენი მაგალითი და იმის შემდეგ რეგულაციები როგორც ვიცი მე არ შეცვლილა. ამ შემთხვევაში ბავშვი ჩამოდის სასწავლო მოტივით, არავითარი საფეხბურთო მოტივი არ უნდა ანახოთ, იმიტომ რომ UEFA-ში პირდაპირ წერია წესებში, რომ საფეხბურთო მოტივით არ შეიძლება საბუთების გაკეთება. გავრცელებული ეს ინფორმაცია, რომ სპორტული მოტივით ბინადრობის ნებართვა შეიძლება და მოეთხოვათ. ანუ ფეხბურთის მოტივით არ შეიძლება ეს გაკეთდეს. იტალიაში თქვენ რომ მიხვიდეთ ახლა კვესტორაში საფეხბურთო მოტივით არავინ საფუძს არ მოაქვს გამორიცხულია. ამიტომ ეს დეტალი არც ისე უნდა. აუცილებლად. და რაც მე გავიარე, ზუსტად ის გზა. უნდა შეიტანოთ მოთხოვნა პერმესოზე სასწავლო მოტივით, სკოლაში ბავშვის სწავლის მოტივით. ევროპული კანონი არსებობს განათლების შესახებ, რომელსაც არა ევროკავშირელსაც აქვს უფლება, რომ ისწავლოს ევროპულ დაწესებულებაში. ეს რატომ არის პერმესო საჭირო? პერმესოს გარეშე ვერცერთი არასრულწლოვანი ბავშვი ვერ მოხვდება ვერცერთ იტალიურ გუნდში, ვერც პროფესიონალურში და ვერც არაპროფესიონალურში. აი ეს არის აქ მოთხოვნა. თქვენ რომ თქვენი შვილი მიიყვანოთ გინდაც პროფესიულ გუნდში, გინდაც არაპროფესიონალურ გუნდში, ყოველთვის მოგთხოვენ პერმესო სოჯორნოს, რომელსაც თქვენ ყველაზე იოლად აიღებთ სასწავლო მოტივით. ეხლა ვერა. ეხლა არის მან ორი შემთხვევა. როდესაც უკვე მშობელი ცხოვრობს იტალიაში, ერთ-ერთი მშობელი და აქვს საბუთი, შეუძლია იმას შვილი ჩამოიყვანოს და სასწავლო შეიყვანოს სკოლაში და გაუკეთოს ეს საბუთი. თუ არც ერთი მშობელი არ არის იტალიაში, მაშინ უნდა მოინახოს მეურვე და მეურვე შეიძლება იყოს ან მოქალაქე, ან პერმესოს მქონე ადამიანი, რომელსაც 5 წლიანი და მეტი პერმესო აქვს. ეს ერთწლიანი პერმესო. ან სრულიად
გარე უცნობით შეიძლება იყოს. არ არის აუცილებელი ოჯახის წევრი იყოს. მინდობილობა უნდა მიცეს ბავშვის მშობლებმა იმ ადამიანს, მეურვე რო იყოს თავიანთი შვილის და ის შეიყვანს სკოლაში და შემდეგ სკოლის საფუძვლებით უკვე მიმართავს ფესტურას რომ გაუკეთოს პერმესო. რომელიც გააჩნია რეგიონს ზოგან 6 თვეში კეთდება ჩვენთან მაგალითად ბრეშიაში აქ ბევრი ემიგრანტია და 8-9 თვე დაჭირდა და ჩემებმა წელიწადი დაკარგეს ამიტომ ამ საბუთის აღებაზე, იმიტომ რომ პერმესოს გარეშე დაიმახსოვრეთ ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ მიგიღებს გუნდში ვედაფიქსირდეთ. შემოვიდა როგორ შეიძლება მოუხდეთ სინჯებზე აკადემიებში. ამ გამორიცხულია შეიძლება სინჯზე მოხდე, მაგრამ სასწაული რომ მოხდეს და დაგეთანხმონ და მოეწონო გუნდს, ვერ აგიყვანენ თუ არ გაქვს ბინადრობის ნებართვა იტალიური. ამის თქმა. აი, ჩემი ამბავი ზუსტად ეს იყო, ჩვენ ვიყავით სინჯებზე, ჩამოგვიყვანა აგენტმა, მინდა გითხრათ, რომ პროფესიონალურ გუნდებში A-ში, B-ში და C-ში სინჯებზე აგენტის გარეშე ვერანაირად ვერ მოხდება. წინან აუცილებლად საჭიროა აგენტის ჩართულობა. არც კი დაგელაპარაკებია პროფესიონალური გუნდები მშობელს. აგენტი ან გუნდის სკაუტთან უნდა რაღაცა გზა გამოინახოს და მასე გაკეთდება სინჯი და არაპროფესიონალურ გუნდებში სერია D-შიც იგივეა, მანდაც ვერ მოხდები აგენტის გარეშე. აგენტის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ მოყვარულების გუნდებს და ეგეც არ არის სხვათა შორის დაბალი დონე და ისე რომ აი ვთქვათ უყურებდეთ რომ აი მოყვარულებში რა მინდა. მოყვარულებში ბავშვი რომ მოეწყოს შეიძლება რომ მივიდეს მშობელი მიიყვანოს ბავშვი და დაელაპარაკოს დირექტორს და მოყვარულთა გუნდები მოუწყობენ სინჯს. ეგეთი ფაქტები გამიგია და ვიცი. მოყვარულთა კლუბს კლუბის ხელმძღვანელობასთან კი, მოყვარულთა გუნდში ბევრად ადვილად ხდება. მოყვარულთა გუნდში და თუ ვინმე რეკომენდაციას გაგიწევთ იმ მოყვარულთა გუნდში უკეთესი კიდევ და რატო გვიძახი ამას? მოყვარულთა გუნდიდან შემდეგ გადავიდეს უკვე მაღალი აი ზუსტად მანდავარ რომ მოყვარულთა გუნდში ბავშვი როდესაც გამოირჩევა, აი იმ სერია A-ს, B-ს და C-ს გუნდების სკაუტები აკვირდებიან ყველა ლიგაში მოთამაშე მოყვარულ ბავშვებს და მაგალითს გეტყვით. ჩემი უმცროსი თამაშობდა ატალანტას აკადემიაში, იქ გაიზარდა და მახსოვს, როდესაც იყო 12 წლის, 13 წლის, 14 წლის უამრავი ბავშვი მოყავდათ. მე-7 მე-6 ლიგის ბავშვთა გუნდებიდან, მოყვარულთა გუნდებიდან და ჩაირიცხნენ ატალანტაში. მე რომ გავიკითხე ეს როგორ მოხდა. ატალანტა მითხრა რომ ჩვენ 70 სკაუტი გვყავს, რომლებიდანაც 40 კაცი მუშაობს იტალიის დაბალ ლიგებზე და იქ ეძებენ ბავშვებს. ასე რომ არც ერთი ბავშვი უყურადღებოთ არ არის. არ იფიქროთ რომ აი მოყვარულებში თამაშობს და ვინ დაინახავს. თუ ის გამორჩეულია და თუ რაღაც ყურადღებას მიიქცევს, აუცილებლად დაინახავენ, მაგაში ეჭვი არ შეგებოდა. აი ესე მუშაობს პროფესიონალური გუნდები, სკაუტინგის სისტემაა, პრობლემებს უყურებენ ქვემოთ სუპერლა ლიგას და თუ ბავშვის მონაცემი სადმე ვინმე შეამჩნია, არ დარჩება უყურადღებოდ გამერზვნეთ რა. უამრავი მინახია მე-7 მე-8 ლიგებიდან მოსულებით, აი თუნდაც ატალანტაში, თუნდაც ბრეშიას გუნდში და ბევრად. ესე იგი კომენტარებში გვეკითხებიან და სად არისო ეს კლუბებიო, სადო? რა ვუპასუხოთ? ყველგან არის, აბსოლუტურად ყველა რეგიონშია. 9 პროფესიული გუნდები გითხარით, არის სერია A-ში, B-ში და C-ში და შეგიძლიათ ნახოთ დასახელებები. მე ვერ ჩამოვთვლი ხა 1 საათი დაგჭირდება მაგაზე. მთელ იტალიაში, მოკლებად მთელ იტალიაში და სამოყვარულო გუნდებიც არის მთელ იტალიაში. ახლა მე ბრეშიაში სადაც ვცხოვრობ, ამ ქალაქში, ხო, 300,000-იანი ქალაქია და რა ვიცი, მე მგონი 20 გუნდი სამოყვარულო და ჩვენ ვთქვით რომ 9 ლიგა და კიდე რეგიონალური გუნდები და მოკლედ ძალიან კი, კახა თუ ბავშვს აქვს უკვე, აი მშობლებს ყავთ ჩამოყვანილი, ბავშვი ნიჭიერია, საქართველოში ნათამაშები აქვს და ასე შემდეგ და აქვს უკვე ბინადრობის ნებართვა პერმესო დი სოჯორნო იტალიური. საიდან უნდა დაიწყოს?
მესმის რომ აგენტის გარეშე რაცია შემია როგორ A, B და C ლიგაში, თქვა სერიაში სინჯებზე ჩაწერა. მაგრამ მაინც ბავშვს აქვს მონაცემები და ბავშვს აქვს საბუთები. ჩვენ რჩევა რა იქნება? საიდან უნდა დაიწყოს? გავიგე, მაგრამ ანუ ბავშვს საბუთები აქვს, ოღონდ არ თამაშობს იტალიაში, ხო ჯერ? იგივე ის არის, ან აგენტმა უნდა მოაწყოს და გაუკეთოს ამ ბავშვს შერჩევები პროფესიონალ გუნდში, ან არაპროფესიონალურ გუნდში უნდა მივიდეს. თუ ბავშვს არასდროს თამაშობს. აი, ეს მარტივად მოხდება, იმიტომ რახან საბუთი აქვს. სამოყვარულო გუნდებში მაგას სინჯების პრობლემა და მიღების პრობლემა აბსოლუტურად არ ექნება. და პროფესიონალურ გუნდებში აუცილებლად აგენტმა უნდა მიიყვანოს და გაასწროს. ეს არის გარკვეული. მაგრამ აგენტი ეს ინფორმაციას ყველა კლუბს თავისი პერიოდი აქვს, როცა ხდება ბავშვების შერჩევა, თუ ნებისმიერ დროს შეიძლება მისვლა. არა, ნებისმიერ დროს მე მინახია შერჩევები ზაფხულშიც მოუყვანიათ ბავშვების ივნისში, როდესაც ვამთავრებთ სეზონს, აგვისტოში, როდესაც ვიწყებთ, მაშინაც მოსულან. შუა სეზონშიც მინახია რომ მოუყვანიათ სინჯებზე ბავშვები. უამრავი ყოველ წლის განმავლობაში ხდება ეს სინჯები და აი ბოლო ამბებს გეტყვით სულ ახლა დაჩის გუნდი ხო კრემონეზე. აი დღეს ითამაშეს სასულოსთან, ხო? პრიმავერას ჩემპიონატი ოცლანდელების. ამ გუნდში წელს თამაშობენ 18-19 წლის ბიჭები. წელს ამ გუნდში ჩვენთან გადმოვიდა 2 ბავშვი სამოყვარულო ლიგიდან. ეს არის 2006-იანი ბავშვები რა. ერთი გადმოვიდა იმოლადან, რომელიც დიდი გუნდი თამაშობს მეოთხე ლიგას, სერია D-ს, არის ნახევრად სამოყვარულო, ნახევრად პროფესიული ლიგა და მეორე ბავშვი ისეთი გუნდიდან გადმოვიდა, არც გამიგონია მართალი გითხრათ რა, ის მე მგონი მეხუთე ლიგის გუნდიდან არის, შერჩევებზე იყო ერთი კვირა და დაიტოვეს ეს ბავშვი. ანუ ეს მაგრამ მოიყვანეს ორივე მოიყვანა აგენტი. ეს სკაუტების დამსახურებით ალბათ შეამჩნიეთ. კი, ალბათ. არა, თავისით ისინი პროფესიულ კრემონეზაში ვერ მოხდებოდნენ. ან მოიყვანეს სკაუტებმა, გუნდის, ან აგენტებმა. ერთ საიდუმლოსაც გეტყვით რა, ერთ საიდუმლოსაც გეტყვით. აქ იტალიაში არის მიღებული პრაქტიკა არიან იტალიელი ბავშვები, რომლებიც არ გამოირჩევიან არც დიდი ნიჭით, არც დიდი რაღაც არ აქვთ მონაცემები და მათი მშობლები, აი უტყუარევისი რა, აგენტებს მოძებნიან, შეიძლება რაღაცა გადაუხადონ კიდეც ამ აგენტებს, რომ დაინტერესდნენ ისინი თავისი შვილით და შემდეგ ზოგი აგენტი კიდებს ხელს, ზოგი არ კიდებს და გეხმარება ეს აგენტი რაღაც აფასურის სანაცვლოდ. გამიგია ესეთი სიტუაციები, რომ მოუძებნიათ აგენტი, გადაუხდიათ, შეულებრივი ამბავია, არაფერი კრიმინალურიათ არ არის, დაინტერესდა ის აგენტი, ზოგს აქვს თავი გაკეთების, ზოგს არა აქვს. ამას გეუბნებით გულახდიათ. მე რო ჩამოვედი, ერთი ადამიანი არ მყავდა, რომ ინვესტის რამე მეკითხა რა და აგერა ვარ და თუ კიდე გექნება, შემდეგი ჩართვა შეგვიძლია მოვაწყოთ და ნიუანსებში გაგარკვევთ რა და როგორ შეიძლება. უბრალოდ მე იმას ვერ შეგპირდებით, რომ მე ვინმეს გუნდში მივიყვან და დავასაქმებ და იმიტომ მე აგენტი არა ვარ, არ მაქვს ლიცენზია. ვთქვით, რომ ჩვენ არ ვართ აგენტები, ჩვენ ინფორმაციას ვაკეთებთ. უნდა იყოს ლიცენზირებული აგენტი ადამიანი. და შეგვიძლია არის თუ არა ეს ადამიანი ლიცენზირებული და აქვს თუ არა ამის გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა, იტალიაში ნინა, მე როგორც ვიცი, 1100 ლიცენზირებული აგენტია, რომლებიც შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ. იტალიელი FIFA-ს აგენტების სია. თუ შესაძლებელია, რომ ეს აგენტების სია ლინკი კომენტარებში დავუტოვოთ შემდეგ. აი, უნდა ვნახო, მართალი გითხრა, მე არ დავინტერესებულა, ვიცი რომ არსებობს ეგეთი სია და არ არის აგენტების სია მოვიწიოთ და დაგიტოვოთ ამ ლაივის კომენტარებში. კახა, რამდენიმე შეკითხვა შემოვიდა. აი, როგორც გითხარით, ერთი ახალგაზრდა თამაშობს პოლონეთში,
ერთი თამაშობს ბელგიაში და კიდევ მოდი ერთ კომენტარს მთლიანად წავიკითხავ. საბერძნეთში, ჩემი შვილი საბერძნეთში თამაშობს, კერძოდ ქალაქ კორინთოს გუნდში 13 წლის აქვს ყველა მონაცემი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მე ამ ქალაქზე და გუნდზე გული მაქვს საცრუებული, დიდად არ აქცევენ ყურადღებას, არც მწვრთნელია კვალიფიციური და ასე შემდეგ და უკმაყოფილოა მოკლედ. და აი კითხვა რაში მდგომარეობს? თუ ბავშვს აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბინადრობის ნებართვა. სხვა ქვეყნის. რამდენად არის შესაძლებელი, რომ იტალიურ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხოს? იტალიურ საფეხბურთო აკადემიაში უყურებენ პასპორტს. თუ თქვენ ხართ ევროპის მოქალაქე, უყურებენ ქართულ პასპორტს. თუ ქართული პასპორტი არაფერი არ იცვლება, რაც ვილაპარაკეთ, ისე მოხდება ყველაფერი. აი მაგალითად საბერძნეთის ძალა. იგივე რეგულაციები იქნება, იმიტომ რომ მოქალაქეობას, როდესაც იკითხავენ შენსას, ხო, ჩვეულებრივი ამბავია. იგივე უნდა ანახო ქართული პასპორტი. ამიტომ არაფერს არ ცვლის სიტყვაზე, აი საფრანგეთის ის რო გაქვს პერმიტი ან გერმანიის, შენ აქ ჩამოდიხარ როგორც საქართველოს მოქალაქე. აი ეს არის ამოსავალი. რამდენიმე შეკითხვა შემოვიდა გოგონებთან დაკავშირებით. აქ რა სიტუაცია აქვს? ნუ მე როგორც ვიცი, იტალიაში ძალიან პოპულარული არის და სერიოზულ დონეზე ალბათ იმ რაოდენობით არა, მაგრამ აკადემიებიც არის. აი მაგალითად გეტყვით ჩვენთან ახლა ჩემი უმცროსი სადაც თამაშობს კრემონას გოგონების გუნდები ყავს, აი 6 წლიდან, აი ესე 19 წლამდე. ყველა ასაკში ყავთ, იმიტომ რომ A, B და C-ს, ანუ პროფესიონალური გუნდები დაავალდებულა იტალიის ფედერაციამ და ევროპაში ეგრეა, რომ იყოლიონ ქალთა გუნდებიც ყველა ასაკობრივი მასში. ანუ აუცილებლობა არის და აი მან როგორ ხდება, ახლა არ მქონია შეხება ქალთა გუნდებთან. ალბათ უფრო მარტივი იქნება მან სინჯებზე მისვლა. გასაგებია, ესე იგი, იტალიის რომელიმე გუნდში იქამდე ვერ ვითამაშებს, სანამ მოქალაქე არ ვიქნებიო, ეთყობა ბოლოს შემოგვიერთდა და ეს მოქალაქეობასთან დაკავშირებით მოისმინა, მხოლოდ არა, ასე არ არის, თქვენ შეძლებთ თუ შეძლებთ გუნდს მოაწონოთ, კლუბს მოაწონოთ თავი, მოქალაქეობა ამისთვის იტალიის არ არის საჭირო, მთავარია გქონდეთ ბინადრობის ნებართვა. Permesso di soggiorno. მე გავეცი პასუხი შენს მაგივრად. 18-19 წლის პრიმავერაში მოდი კომენტარებს წავიკითხავ, გული რო არ დავწყვეტოთ ჩვენს მაყურებელს. 18-19 წლის პრიმავერაში ვერ მოხდება სინჯებზე, სულ რომ თანხა გქონდეს? კითხვა არის ასეთი. 18-19 წლის ბიჭი, ანუ ისევ იქ მივდივართ, ნინა. ფული არაფერ შუაშია აქ. მე კომენტარები ვნახე, რომ რა ჯდება, რა ღირს, აი აბსოლუტურად ფულზე არ არის. 18-19 წლის ბიჭი უკვე სრულწლოვანია. იმას პრიმავერაში რომ მოხდე, იგივე იმაზე მივდივართ. უნდა მაშინ სერია 100 გუნდის პრიმავერაში მიხვიდეთ და არა B-ს, იმიტომ რომ B არ მიგიღებთ არავინ უკავშირებს. უნდა მიხვიდეთ სერია 100 პრიმავერას გუნდში. და პრიმავერას გუნდში აგიყვანონ კონტრაქტით. სერია 100 კონტრაქტი უნდა დაგიდონ, რაც არის არ ურთულესი რაღაცა. მაგას იმის გარდა რომ უძლიერესი აგენტი უნდა ყავდეთ, თქვენ უნდა თამაშობდეთ 18-19 წლის ბიჭი საქართველოს ნაკრებში და იქ უნდა იყოს გამორჩეული, რომ სერია 100 გუნდმა კონტრაქტი დაგიდოთ. ესეთი რამე მოხდა ბოლო წლებში ხვიჩა კვარაცხელია და გოგლიჩიც. სხვა ის არ ყოფილა. და ნუ ლოჩოშვილი. გასაგებია. მეტი ბოლოს წლებში არ ყოფილა. სხვანაირად სერია 100 გუნდი კონტრაქტს ვერ დაგიდებ. თქვენ უნდა იყოთ გამორჩეული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი. ასეთ კონტრაქტი დაგიდონ. ან მაშინ მეორე გზით უკვე 18 და 19 წლის ბიჭის მოხვედრა უკვე ემითი პერმესოთი უკვე გამორიცხულია. იმიტომ რომ ის უკვე აღარ სწავლობს. შენ მაშინ უნდა სასწავლო გააკეთო. შემდეგ 18-19 წლის ბიჭებისთვის უკვე ბოლო წელია ეს პრიმავერა.
და ანაგიყვნენ ან არა. აი ეგეც ცოტა ესეთი ის არის. გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში. გაცილებით ჯობია მოგვარდეს ეს რაღაც 17 წლამდე. ასაკს გეკითხებოდნენ რომელ წლამდეა სასურველი რომ მოიძებნოს კლუბი. გაცილებით ადვილი არის 17 წლამდე. გაკეთება. გნებო 8 წლიდან 9 წლიდან 17 წლამდე რომ თქვენ მოხდეთ იმაში აკადემიის გუნდში და აკადემიის გუნდში რომ მოხდებით და იტალიურ საფეხბურთო ბარათს აიღებთ, აი კარტელინო ქვია რა, კარტელინო კალჩატორე. აი ამას რო აიღებთ, ხო, უკვე აღარ ითვლებით იმათ რა ქვია. უკვე დიდ გუნდში შეგიძლიათ გადავიდეთ. აი ხა ჩემი მაგალითად უმცროსი ვაჟი გააკეთა საფეხბურთო საბუთი ატალანტაში, შემდეგ გადმოვიდა კრემონეზეშია და სერია B-ს გუნდში, სადაც არაევროკავშირლების თამაში აკრძალულია, ეს ჩვეულებრივად ითამაშებს, იმიტომ რომ ის უკვე ბავშვობაში გაკეთებული აქვს ის საფეხბურთო საბუთი. ამიტომ ვიზახით 9-დან 17 წლამდე უფრო მარტივია გაკეთდეს პერმესო და მოხვდეს თქვენ ან პროფესიულ, ან არაპროფესიულ გუნდში. და ასე აიღოთ იტალიური საფეხბურთო საბუთი. 18 წლის ზემოთ ეს უკვე ის არის, აი მხოლოდ სერიაში კონტრაქტით თუ მოხდე. ანუ სერიაში რომ მოხდე, რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში უნდა გქონდეს ნათამაშები მინიმუმ. რა თქმა უნდა და პლუს კიდე აგენტმაც უნდა გაგიწიოთ რეკომენდაცია და გუნდის სკაუტებმაც უნდა დადებითი შეფასება მიცეს თქვენ სინჯების გავლას და ეგ უკვე ძალიან რთული პროცედურაა. როგორც გითხარით, ბოლო წლებში ეგ შეძლო კვარაცხელიან, უგლიჩიძემ და ლოჩოშვილმა. წერს მოგესალმებით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილიშვილი იტალიაში ჩამოვიყვანე. ფეხბურთის პრო კალჩო უნდა გაიაროს მოზარდმა აუცილებლად წარმატებას რომ მიაღწიოს. საქართველოში 4 წელი იარა პრო კალჩო. ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ? პრო კალჩოს აქ ლეგა პროს უძახიან მესამე ლიგას. აი პრო კალჩო რას ნიშნავს? აი მაყურებელი გწერდა. კითხეთ, რომ პრო კალჩო რას გულისხმობს ამაში? ზოგიერთი თუ მოწყენილი სახით გწერს, მაყურებელი აუცილებლად დავტოვებ მე ამ ლაივს და შეგიძლიათ მოგვიანებით უყუროთ თავიდან ბოლომდე. ერთი შეკითხვა იყო აკადემიის გადასახადთან დაკავშირებით. ოფიციალურად რა უჯდება მშობელს ბავშვის აკადემიაში მიყვანა? პროფესიონალურ გუნდებში აბსოლუტურად არაფერი არ ჯდება. იქ ინვენტარს ყველაფერს თვითონ გაძლევენ, სამედიცინო დაზღვევაც აქვს, როდესაც პროფესიულ გუნდში ხდებით A, B და C-ში. გადასახადი არ არსებობს იქ. არც ინვენტარის, არც სამკურნალო ხარჯების ყველაფერს ანაზღაურებს გუნდი. პროფესიულ გუნდებში ესეა და თუ თქვენ მოხდით სამოყვარულოში, იქ არის ზოგან 350-დან სადღაც 600 ევრომდე წელიწადში, აი ესე მერყეობს, როგორც ვიცი, სადღაც 400-დან 700-მდე, სადღაც აი ესე რა. იმიტომ რომ არ მქონია მოყვარულებთან ეს რაც გაგონელი მაქვს. იქ არის გადასახადი მოყვარულებში, მაგრამ პროფესიულ გუნდის აკადემიაში თუ მოხდით, იქ არაფერი არ არის. იმიტომ რომ იქ ბავშვი აყავთ იმიტომ, რომ იმის იმედი აქვს, რომ მისგან რაღაცა გამოვა. და ასე რომ მანდ გადასახადები არ არის. ფაქტობრივად ინვესტიციაა მათთვის. კი, რა თქმა უნდა, პირიქით გემსახურებიან სამარშრუტო ესენი მოდიან, ავტობუსები და ბავშვები მიყავთ, მოყავთ, რაღაც მამდე არის სპეციალური პარკინგები, სადაც უნდა მიიყვანო შენი შვილი და იქიდან წაიყვანებენ, მოიყვანებენ. ხა სახში ადამიანი მოგიყვანს და მოგიყვანს, მაგრამ აი ესეთი სერვისები აქვს უკვე. პირველ 3 ლიგას პროფესიულს ეს აი მეოთხე ლიგასაც აქვს, ფოტოშორის ეგეთი სერვისი. არის ისეთი კლუბები, სადაც სასწავლო ბაზაც არის და დარჩენა შეიძლება, გვეკითხება მაყურებელი. საბუთის ქონის შემთხვევაში ბუნებრივია. აი თუ
თქვენ მოხდებით პროფესიონალურ გუნდში და საბუთი გაქვთ, ისე ვერ მოხდებით. პროფესიონალურ გუნდებს აქვს თავიანთი ბევრ გუნდს აქვს თავისი კლუბჰაუსი, ესე ქვია, სადაც ბავშვები იძინებენ, ჭამენ და ზედამხედველი ყავს და ყველაფერი. თუ კლუბს არ აქვს ესეთი კლუბჰაუსი, ხო, ის აცხოვრებენ, ქირაობენ ბინებს, შეიძლება რამოდენიმე ბავშვი ერთად ცხოვრობდეს, ან სასტუმროს ქირაობენ და ესეთი სერვისები აქვს. ოღონდ მხოლოდ ყველაზე გამართული აკადემია რომელ კლუბებს აქვს იტალიაში? აი ეს კლუბჰაუსები. იტალიაში აკადემია ფასობს იმის მიხედვით, რამდენი ფეხბურთელი მიაწოდა სერია A-ს და ყველაზე გამორჩეული აკადემიები ამ მხრივ არიან ატალანტა, ემპოლი, შემდეგ მოდიან უკვე, შემდეგ მოდის მილანი, შემდეგ მოდის ფიორენტინა და ესე ინტერი და მაგრამ ყველაზე გამორჩეულებად ითვლება ატალანტა და ემპოლი, იმიტომ რომ მათ აქვს ყველაზე მეტი ფეხბურთელი სერია A-თვის მიცოდებული. ემპოლი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თვითონ როგორი ბედნიერები არიან, როდესაც მათი ახალგაზრდები კარგად ვითარდებიან, ასე ვთქვათ, აი ემოციურ დონეზე ძალიან გამოხატავენ. და ეგ ბედნიერება, ეგეთ აკადემიაში რომ მოხდები. აბა ჩვენ სადაც ვცხოვრობთ კრემონეზეში. 25 წელია ჩვენი აკადემიიდან პირველ გუნდში არავინ არ გადასულა. თუ ისე რომ გადავიდა და თამაში დაიწყო. ტრადიციებზეა გუნდის დამოკიდებული. ხო, მაგრამ დაჩენ თავისი უნარებიდან გამომდინარე, რაღაცნაირად დაამსხვრია ეს სტერეოტიპი, მე როგორც ვატყობ. ვიცი, ნახოთ. ჩვენ ყველაფერი წინა აქვს დიდი შრომის ფასად მოდის ყველაფერი რა. აქ არ მოვა, სხვაგან მოვა. და ამიტომ არავინ არ გაიტეხოთ გული იმაზე, რომ აი დაუშვათ საბუთიანი ბავშვია, ზოგი უსაბუთო ბავშვია და ჩამოდის იტალიაში და აი დაუშვათ ვერ ნახეთ ისეთი აგენტი, ვინაც მოკიდებს ბავშვებს და მიიყვანს პროფესიონალურ გუნდში. დაუშვათ მოხდით სამოყვარულო გუნდში, არ გაიტეხოთ გული, უამრავი ფაქტი ვიცი, რომ სამოყვარულო გუნდებიდან გადმოვიდნენ ძალიან დიდ გუნდებში. აი ატალანტას U20 ლამდელებში ეხლა გადმოიყვანეს 18 თუ 19 წლის ბიჭი სან ბენედეტოდან მეოთხე ლიგის გუნდიდან ნახევრად სამოყვარულოდან. ანუ არის მე აი ესეთი რაღაცები ხდება. რა თქმა უნდა არის იტალიურ ფეხბურთში, ეს ძალიან მისასალმებელია. სკაუტინგი კლუბების სერია A, სერია B-ის გუნდების, C-ის გუნდების სკაუტინგები ისე მუშაობენ ეს სკაუტები. დამიჯერეთ, აი სამოყვარულო ბავშვთა ფეხბურთშიც არავინ არ გამოეპარებათ რა. გვეკითხებიან ევროპის ყველა ქვეყანაში მსგავსი წესებია საბუთებთან დაკავშირებითო? გვეკითხებიან. აი როგორც ვიცი არა. როგორც ვიცი არა, იტალიაში არის, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და შედარებით იოლი არის, როგორც გამიგია, პორტუგალიაში და ბელგიაში. შედარებით იოლი. იტალია, გერმანია, საფრანგეთი არის ერთ-ერთი ყველაზე იტალია და გერმანია არის ყველაზე ერთ-ერთი რთული რა. ინგლისი? ბიუროკრატიული ინგლისი ლაპარაკი არ არის, საერთოდ ინგლისი ურთულესი. ფანტასტიკის სფეროა. გასაგებია. ინგლისში არ ვიცი. ვიცი რომ რთულია. ჩვენი ლაივი ბოლოსკენ მიდის. და მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვა. თქვათ მოახერხა მშობელმა და რაღაცნაირად საბუთიც გააკეთა სინჯებზე, მოძებნა კლუბი და სინჯებზე მიიყვანა. აი ეს რა პროცედურებთან არის დაკავშირებული? რამდენ ხანს გრძელდება ეს სინჯები? რას მოიცავს ზოგადად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია იტალიურ კლუბში სინჯები? გეტყვით, სინჯები ყოველთვის არის უფასო. თუ ვინმე გეუბნებათ რომ სინჯები არის ფასიანი და ამაში უნდა გადაუხადოთ, იმ ადამიანს არ ენდოთ დამიჯერეთ უამრავი მინახია ესეთი თაღლითი. სინჯებს ყველა ნორმალური გუნდი, ნორმალური აგენტი და ნორმალური სკაუტი აკეთებს უფასოდ. ეხლა თუ თქვენ სიტყვაზე თქვენ თვითონ თხოვეთ აგენტს და თანხა გადაუხადოთ რომ მიხედოს თქვენ ბავშვს, ეგ სხვა რაღაცაა, მაგრამ აი სინჯი გუნდში მაინც უფასოა ყოველთვის პროფესიონალურ გუნდში.
ეს სინჯი გრძელდება სადღაცა 5 ვარჯიში, 7 ვარჯიში გააჩნია, გუნდს გააჩნია. სადღაც საშუალოდ 5, 6, 7 ვარჯიში. და ეს არის საკმარისი იმას აკვირდებიან იმ ბავშვს, როგორი ტექნიკა აქვს, როგორი ინტელექტი აქვს, საფეხბურთო სისწრაფე, კიდევ ერთ ისეთ აუცილებელ რაღაცას გეტყვით რა. ყოფილან სინჯებზე ჩამოსული ქართველები, რომლებს მშობლებსაც ნდომებიათ, რომ აი ეგონათ, რომ რაც მეც იმატავებდა ბავშვი და რაც მეც ბურთს ათრევდა, რაღაცა მოეწონებოდათ და ძალიან ცუდი დასასრული ჰქონდა, აი თითქმის 100% შემთხვევაში მაგას. ანუ რას ვიძახი? ისიც უნდა სინჯებზე აქცევენ ყურადღებას პირველი ტექნიკას, სისწრაფეს, აზროვნების სისწრაფეს. აი ისე თუ ბავშვმა მარტო სულ ბურთი ათრია და პასი არავის არ მიცა, ამას ჩაუთვლიან ინტელექტის არქონაში და შეიძლება 2 ვარჯიშის მერე გამოუშვან გარეთ. ამიტომ დროული პასი, იქ დროული დრიბლინგი, დარტყმა, აზროვნება საფეხბურთო რა, ამას ხა წვრთნელები, აი კოჭებში რო იტყვიან, შეატყობენ ბავშვს და თუ ბავშვი კარგია დამიჯერეთ, მე არავის ის არ ვიყავია, არც ნათესავი და არც ბიზაშვილი და მამიდაშვილი, ბავშვმა უნდა თვითონ დაანახოს რას წარმოადგენს და აქ ხა არ შეეშლება ბავშვის არჩევა. ანუ სინჯებზე ნებისმიერ შეუძლია მისვლა სინჯებზე. ნებისმიერ შეუძლია მისვლა პროფესიონალურ გუნდებში უნდა მიგიყვანოთ სინჯებზე ან გუნდის სკაუტებმა, ან აგენტებმა. ისე პროფესიულ გუნდში სინჯზე ვერ მოხდებით. სამოყვარულო გუნდებში მოხდებით. უკვე მესამე შეკითხვა შემოვიდა ნეაპოლთან დაკავშირებით. სად შეგვიძლია სინჯების გავლა და რა შეგვიძლია რა უთხრათ? ნეაპოლში ნამყოფიც არ არის, საერთოდ ჩვენ ჩრდილოეთ იტალიაში ვცხოვრობ და ნეაპოლში იქნება უამრავი გუნდი, სერია D-სი, ეჩელენსასი, გააჩნია ბავშვი რა დონეზეა, რა აქვს ნათამაში, აგენტი ყავს, არა ყავს, იმის მიხედვით, რომ ნეაპოლი კამპანიაში, როგორც ვიცი, უამრავი გუნდია. ყველა ლიგაში არის წარმოდგენილები. ქალბატონი გვწერს, ვაიმე, გადავიხდი, ოღონდ გზა გვაჩვენთო. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ არ ვართ აგენტები, არ ვართ სკაუტები, მაგრამ გადაცემის შუაში დაახლოებით თქვით, რომ ვეცდებით აგენტების სია, სადაც არის ის ლინკი მოვიძიოთ და აუცილებლად დავტოვებთ კომენტარებში. და მე უკვე შეგიძლიათ თავად დაუკავშირდეთ ამ ადამიანებს. კახაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო. ხომ არ არის ისეთი რაღაც რისი დამატებაც გინდა? დავამატებდი იმას, თუ ხალხს ექნება კიდევ რაღაცა შეკითხვები, ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ ეს ლაივი. მე ყოველთვის ღია ვარ. შემიძლია არ ვიცი, პირადში ცოტა ეს იქნება, ამიტომ რომ ვერ შეგპირდებით, რომ ყველას პასუხს გაგცემთ, იმიტომ რომ შეზღუდული ვარ დროშიც და საქმიანობაშიც და შეგვიძლია ლაივ ჩართვას გავაკეთოთ, შეგვიძლია თუ მექნება საშუალება პირადადაც გაგცემთ პასუხებს, რა ვიცი, ყველანაირად დაგეხმარებით რა. იმიტომ რომ უდიდესი ფასი აქვს დღეს ინფორმაციას. როდესაც არიცი სად მიდიხარ და რაზე მიდიხარ, ყოველთვის ძნელია და როდესაც ვიღაცა გაკვალიანებს, გაცილებით ადვილი არის. უბრალოდ ჩვენი შესაძლებლობებით ეს შეზღუდული მდგომარეობაში, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მოგიწია იმ სირთულეების გადალახვა. მაქამდე მოსული. არა, ურთულესი აი ხო გითხარით, წელიწადი ჩემებმა ვერ ითამაშეს საბუთების გამო. მხოლოდ ამ ხანაგურ თამაშებს თამაშობდნენ, შორიდან უყურებდნენ ამ თამაშებს. სადღაც წელიწადი და 2-3 თვის მერე დაიწყეს ოფიციალურ თამაშებში მონაწილეობა. შემდეგ იყო ენის ბარიერი, ავი უამრავი რაღაცა. პრობლემა რაც გავიარეთ რა, ურთულესი გზა არის, მაგრამ ესე მოგვიწია და ახლა არ მინდა რომ ადამიანს ვისაც მართლა ნიჭიერი ბავშვი ყავს, რომ ამდენი შეხვდეს, იმიტომ რომ არის უამრავი თაღლითი ფეხბურთში, რომლებმაც შეუძლიათ გზასაკაცდინონ, არასწორი მიმართულებით წაგიყვანონ, პირადად გამოვსადეთ, ჩემი უფროსი ვაჟი, რომელსაც ორივეს ახლა ყველა ასაკობრივი აქვს ნათამაში, დაწყებული 15 წლიდან ყველა ასაკობრივი ითამაშეს და
ბავშვი, რომელიც ფიორენტინამ აიყვანა, ატალანტამ აიყვანა, აი თაღლითი აგენტის გამო საბუთები აქვს დღემდე გაკუჭებული სერია D-ში თუ ქართველი ჩავიდა სათამაშოდ ან დაბალ ლიგებში. შემდეგ ზემოთ ვეღარ მოხვდები თუ ის ლიგა არ მოიგე. არ ვიცოდი. მე ლიგა და რამდენად რთულია ეს კი. და თამაშობს ამიტომ მაშინ მეოთხე ლიგაში და მინდა გითხრათ იტალიის მეოთხე ლიგა სერია D, ნახევრად პროფესიონალური ლიგა. საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ბევრად მაღალი დონე არის. თუ გინდათ უყურეთ და ნახეთ და დარწმუნდებით. ამას სპეციალისტებიც ამბობენ, მარტო მე არ დავითის ერთ-ერთ თამაშზე ვიყავი და ძალიან ვისიამოვნე, ძალიან სანახაობრივი და დინამიური თამაში იყო. დაგეთანხმებით, რომ საკმაოდ მაღალი დონეა სერია D-შიც კი. კი და მანდ უბრალოდ ქართველი თუ თამაშობს, არის კიდე სადღაც ქვემოთ პულიაში თამაშობს, მე მგონი ქართველი ბიჭი. ან პასპორტი უნდა აიღო, ან უნდა მოიგო ეს ლიგა, რომ ამოხვიდე ზემოთ და მე უკვე გახსნილი გაქვს ყველა გზა. რაღაც იტალიაში ეს წესი არის, მხოლოდ იტალიაში. და ბავშვი, რომელსაც 16-დან 21-მდე ყველა ნაკრები აქვს ნათამაში, აი ესე საბუთები აგენტის დაუდევრობის გამო თუ თაღლითობის იქ აღარ მოყვები, აღმოჩნდა D-ში და კიდევ იქ არის. აი ესეთი რამე რო არ დაგემართოთ, ამიტომ ყველას ყოველთვის ყველაფერში დაგეხმარებით. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ბოლოს შესაძლებლობები ჩვენი არ არის უსაზღვრო, მაგრამ რაც რითიც შეგვეძლება იმით დაგეხმარებით ყველას. და ანუ ნებისმიერს მოუწევს ერთი წერილოდინი და მხოლოდ ამხანაგური თამაშების თამაში? აი ეს ამ კომენტარს გავწეთ პასუხი და სანამ საბუთი არ გექნებათ იტალიური პერმესო ოფიციალურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ. ეს არასრულწლოვნებს ეხება. არა ეს წესრიგად გვეთამაშაო, ალბათ აქედან გამომდინარე იკითხა და შეიძლება წელიწადზე მეტის დაჭირდეს პერმესოს გაკეთებას. შეიძლება 6 თვე დაჭირდეს, 7 თვე გააჩნია რეგიონს. ზოგ რეგიონში პერმესო გასაგებია. კი, ზოგ რეგიონში პერმესო საბუთი ბინადრობის კეთდება 4 თვეში, ხო 5 თვეში სასწავლო პერმესო. იტალიაში, მაგალითად, ზემო იტალიაში, სადაც ემიგრანტებით სავსეა, 8 თვე დაგვჭირდა ჩვენ აი ამ პერმესოს ლოდი. შემდეგ უკვე შეაქვს გუნდს ფედერაციაში, შემდეგ ელოდები უკვე საფეხბურთო საბუთს, შემდეგ საქართველოს ფედერაციაში მიდის კითხვარი შენ სათამაშობდი იქიდან პასუხი სანამოა, ამაში კიდე თვეები იკარგება და თუ ჩვენ შემთხვევაში წელიწადი გამოსდა რა. მაგრამ ღირდა შედეგად. ზოგ შეიძლება მოკლედ. მაგრამ ღირდა შედეგად. ნუ კი, რახან გზაზე დავდექით და გადავწყვეტეთ, ყოველთვის შეგვეძლო რომ აგვეკრა გუდანაბადი და წავსულიყავით უკან. ან სადმე სხვაგან, მაგრამ ესე ბოლომდე ვინც გადაწყვეტავ, შეგიძლიათ ეს გზა გაიაროთ. კახა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მე ამ ლაივს აუცილებლად დაგიტოვებთ, კომენტარებში დავტოვებ ასევე პირველი და მეორე გადაცემის ლინკებს და ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით კიდევ ერთი საინტერესო თემით და კომპეტენტური სტუმრით. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. ჩვენ მადლობა და წარმატებები ყველა ქართველს.